მოგესალმებით. ევროკავშირის ლიდერებმა გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია ვერ შეძლეს. ეს არის ის შედეგი, რითიც 18 დეკემბერს დაწყებული და 19 დეკემბერს დასრულებული ევროკავშირის ლიდერების სამიტი დასრულდა ბრიუსელში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირი დღეს აღარ არის ერთიანი პოლიტიკური ბლოკი. ევროკავშირში არსებობს ბრიუსელის პოლიტიკური ელიტა, ანუ ევროკრატები, რომლებიც მიხვებიან deep state-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთებს. მეორე მხრივ არსებობს ქვეყნების ჯგუფიც, რომლის ლიდერები საღი აზრით უდგებიან პროცესებს და ძალიან კარგად ესმით, რომ ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკა მომდევნო წლებში გამოიღებს შედეგებს. პირველ რიგში ეს შედეგები უარყოფითი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და მათთან გამკლავებას წლები დასჭირდება. ევროპის ქვეყნებში გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის გეგმა მხოლოდ ევროკავშირს დააზარალებდა. ბოლოს-საბოლოს რუსეთი ომს მეოთხე წელია ამ 210 მილიარდი ევროს გარეშე აწარმოებს. ამ 210 მილიარდი ევროს ნაკლებობა შეიძლება რუსეთის ეკონომიკაზე აისახება, მაგრამ უკრაინისთვის არც ისე და არც ასე არაფერი არ იცვლება. დღეს უკვე დასავლეთშიც აღიარებენ, რომ სანქციებმაც ვერ იმუშავა. მაშინ რა საჭირო იყო რუსული აქტივების კონფისკაციის გეგმა? საჭირო იყო იმიტომ, რომ ევროკავშირის ეკონომიკა კიდევ უფრო დასუსტებულიყო. ევროკავშირის ლიდერები უფრო წამგებიან პოზიციაში აღმოჩენილიყვნენ და ევროკავშირის როგორც ფინანსურად სანდო ორგანიზაციის რეპუტაცია შელახულიყო. Deep State, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა ომის გაჭიანურებას ცდილობს და ამაში ევროკავშირს იყენებს. ამას ადასტურებს შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის ტულსი გაბარდის სიტყვები. გაბარდის თქმით, Deep State-ის ომის გამჩაღებლები ცდილობენ ხელი შეუშალონ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმას. და მიუხედავად ამისა, ევროპული საბჭო ბრიუსელში იმაზე მსჯელობდა, რამდენად შეიძლებოდა ან როგორ შეიძლებოდა რუსული აქტივების კონფისკაცია. რუსულ აქტივებთან დაკავშირებული ისტერია რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ ბოლო კვირებში ყველაფერმა კრიტიკული სახე მიიღო. რუსული აქტივების კონფისკაციის ყველაზე დიდი მომხრე ორი გერმანელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი იყვნენ. შესაბამისად, გეგმის ჩავარდნა პირველ რიგში მათთვის იყო ყველაზე დიდი პოლიტიკური კრახი. სამაგიეროდ ამ გეგმის ჩავარდნა ცუდსა და უარეს შორის არჩევანის პრინციპით ცუდი აღმოჩნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. საქმე ის არის, რომ ახლა ევროკავშირმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის 90 მილიარდი евро უნდა გამოყოს. ეს იქნება ევროკავშირის მიერ აღებული სესხი, რომელიც ასევე სესხად გადაეცემა უკრაინას. ამ ინფორმაციას ისიც დავუმატოთ, რომ სესხის გამო ევროკავშირის ქვეყნები 2028 წლიდან პროცენტის სახით ყოველწლიურად 3 მილიარდ ევროს გადაიხდიან. ეს ყველაფერი ევროკავშირის ეკონომიკისთვის და პირველ რიგში გერმანიის ეკონომიკისთვის ნამდვილად არ არის კარგი. იმ ეკონომიკური გამოწვევებისა და სირთულეების ფონზე, რაც ევროკავშირის ქვეყნებში აქვთ, იმის ნაცვლად, რომ მილიარდები ევროპის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად იხარჯებოდეს, თანხები უკრაინაში მიდის. ევროკავშირის პოლიტიკური პროცესის უკუღმართობაზე ისიც მეტყველებს, რომ ეს 90 მილიარდი евро უკრაინაში უნდა გაიგზავნოს მაშინ, როდესაც თავად უკრაინაში კორუფციული სკანდალი გასკდა და ის ვადაგასული პრეზიდენტი ზელენსკით დაწყებული ყველას შეეხო. ამ ფონზე მილიარდების გადაცემა უკრაინისთვის ბრიუსელის ბიუროკრატიის არაადეკვატურობასა და Deep State-ის დაკვეთების შესრულებაზე მეტყველებს. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნელ-ნელა დასავლურ მედიაში ტონი შეიცვალა. თუ 3 და 4 წლის წინ ომში უკრაინის გამარჯვებაზე საუბრობდნენ და რუსეთს ბრძოლის ველზე ამარცხებდნენ, დღეს რატომღაც პირიქით ამბობენ. მაგალითად, გერმანული გამოცემა Die Welt წერს, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთთან უკრაინის დამარცხება უნდა აღიარონ. უკრაინის ფინანსური კრიზისის შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. რამდენიმე თვე იკამათეს, სერიოზული სახეებით ბევრი შეხვედრა გამართეს. ზელენსკი გვერდით დაიყენეს, ბელგიის პრემიერ-მინისტრი გადაიმტერეს, უამრავი სისულელე წამოროშეს და საბოლოოდ ყველასთვის მარტივად პროგნოზირებადი გადაწყვეტილება მიიღეს. ანუ რუსულ აქტივებზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. დიდი ბაქიბუქის შემდეგ მაინც ვერ გაბედეს რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინისთვის გადაეცათ და გადაწყვიტეს თვითონ ასესხონ ზელენსკის რეჟიმს 90 მილიარდი евро. ოღონდ როგორ შეაგროვებენ ამ ფულს არც ეგიციან ზუსტად. ეს ხომ ევროკრატია? Deep State-ის მართული ევრომარიონეტები. ისინი კომპეტენციური შეუსაბამობის ცოცხალ მაგალითებად იქცნენ. უფრო სწორედ ევროპის ტრაგიკული დაცემის მარგალიტებად. მათ შეუძლიათ რამდენიმე თვე წყალი დანაყონ, უსარგებლოდ დაკარგონ დრო და საბოლოოდ ისევ იმ შედეგთან მივიდნენ, რაც დასაწყისში ჰქონდათ. ამ შემთხვევაშიც ასე დაემართათ.
ბრიუსელში მიმდინარე ბოლო სამიტი დიდი დაძაბულობის ფონზე წარიმართა. ღამის 3 საათამდე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. პირველადი გეგმა რუსეთის კუთვნილი 210 მილიარდი ევრო უკრაინისთვის გადაერიცხათ ჩავარდა, იმიტომ რომ ეს მხოლოდ Deep State-ის მიერ მართული ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების აბსურდული ფანტაზია იყო. ბრიუსელის ფოთვა ფრაუ ფონ დერ ლაიენის სხეულის ენაზეც კარგად ჩანდა. ევროპელი ლიდერები ხანგრძლივი სამიტის განმავლობაში უკრაინისთვის კრედიტის პირობებზე ვერ თანხმდებოდნენ. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ გადაწყვეტილება უკრაინისთვის მომდევნო 2 წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ. ჩვენ გამოვყოფთ სასწრაფო სესხს, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტით. ეს დააკმაყოფილებს უკრაინის გადაუდებელ ფინანსურ საჭიროებებს. უკრაინა ამ სესხს მხოლოდ მაშინ დაფარავს, როდესაც რუსეთი რეპარაციებს გადაუხდის. ევროკავშირი უფლებას იტოვებს გამოიყენოს ჩამორთმეული აქტივები ამ სესხის დასაფარად. ამ სიტყვების მიღმა ის აზრი იმალება, რომ ეს სესხი კი არა, არამედ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაღებული მორიგი ფინანსური დახმარებაა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით უკრაინის საომარი მანქანისთვის და სახელისუფლებო ვერტიკალის გამოსაკვებად გაწეული ფინანსური შემწეობაა. უკრაინა ბანკროტია და არანაირი ვალის გასტუმრების საშუალება არ აქვს. რუსეთის კუთვნილი თანხის გამოყენების უფლებას კი ევროკავშირის საერთაშორისო ფინანსური კანონმდებლობა და არბიტრაჟი არ აძლევს. 90 მილიარდიანი კრედიტის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ევროპელებს ეწუწუნებოდა, რომ დახმარებას თუ არ მიიღებდა, საქმე ცუდად განვითარდებოდა. ბრიუსელში ჟურნალისტების წინაშე უკრაინის ვადაგასულმა პრეზიდენტმა 50 მილიარდი დოლარი მოითხოვა. რაშია საფრთხე? 40-50 მილიარდი იქნება დეფიციტი ნამდვილად. დეფიციტი შეიძლება უფრო მეტიც იყოს. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენების შემდეგ წელს. ყველაფერი აქამდე ბევრჯერ ნანახის სცენარით წარიმართა. ზელენსკის გაწოლილი ხელი ევროპაში და დახმარების მოთხოვნა. ოღონდ მინიმალური თანხის დასახელებით. 40-50 მილიარდ ევროზე ნაკლების მიღება უკრაინის პრეზიდენტს არ სურდა. ამის გარდა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დახმარების გარეშე რამდენიმეჯერ მოუწევდათ საბრძოლო დრონების წარმოების შემცირება და რუსეთის ენერგოობიექტებზე შეტევის განხორციელებაც გაუჭირდებოდათ. ევროკავშირის 3 წევრმა ამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღო. უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი უკრაინის უსასრულო დახმარების წინააღმდეგ გამოდიან. ასე რომ ამ 90 მილიარდიანი სესხის არც უზრუნველყოფაში და არც შემდგომ მომსახურებაში ეს ქვეყნები მონაწილეობას არ მიიღებენ. ორბანი, ფიცო და ბაბიში ევროპის მშვიდობის ბანაკში გლობალური ომის პარტიას, იგივე Deep State-ს უპირისპირდებიან. მე ვთვლი, რომ ეს ცუდი გადაწყვეტილებაა. ყველა დანარჩენი ქვეყანა ჩეხეთის და სლოვაკეთის გარდა თვლიან, რომ ეს კარგი გადაწყვეტილება იყო. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო, რაც ევროპას ომთან აახლოებს. ეს სესხს ჰგავს, მაგრამ უკრაინელები ვერასდროს ვერ შეძლებენ მის დაბრუნებას, ასე რომ ეს დაკარგული ფულია. უკრაინის დეფიციტი წლიდან წლამდე იზრდება. ის შავ სიაშია და ყველა უბედურებასთან ერთად კორუფციაშია ჩაფლული. უნგრეთის და სლოვაკეთის დუეტს ბრიუსელის წინააღმდეგ უკვე ჩეხეთიც მიუერთდა. ვინ იქნება შემდეგი? ბრიუსელის 16 საათიანი სამიტის დროს Deep State-ის მიერ მართულ ევროპელ ჩინოვნიკებს უკრაინულ კორუფციაზე შეშფოთება არ გამოუთქვავთ. არც იმაზე არ დაუძრავთ სიტყვა თუ როგორ შეამოწმებენ ზელენსკის რეჟიმის ხარჯვითი ნაწილის გამჭვირვალობას. მაგრამ ოფიციალური ბრიუსელიც კიევის მსგავსად სხვადასხვა სერიოზულ კორუფციულ სკანდალებშია გახვეული და შეიძლება ამიტომაც არ ახდენს ამ საკითხის პედალირებას. საინტერესოა უკრაინის წინააღმდეგ გამოყოფილი 90 მილიარდიანი ევროს ოდენობის სესხიდან ზელენსკის რეჟიმის წარმომადგენლები რამდენ ოქროს უნიტას იყიდიან და საერთო ჯამში რა თანხას მიითვისებენ უკანონოდ. უკრაინას სესხის დაფარვა მხოლოდ მაშინ მოუწევს, როცა რეპარაციებს მიიღებს, მანამდე კი რუსული აქტივები გაყინული დარჩება. ევროკავშირი იტოვებს უფლებას ამ სესხის დასაფინანსებლად ნაღდი ფული გამოიყენოს. ფონ დერ ლაიენი იღტიბარს არ იტეხს. მან კარგად იცის, რომ რეპარაციებს ძირითადად ყოველთვის დამარცხებული მხარე იხდის. როგორც მაგალითად მის მშობლიურ გერმანიას დააკისრეს ვერსალის ზავის შემდეგ 132 მილიარდი ოქროს მარკის გადახდა. ისტორიაში ძნელია ისეთი შემთხვევების მოძებნა, როდესაც რეპარაციას გამარჯვებული მხარე იხდის დამარცხებული სასარგებლოდ. ეს თეორიულად მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ევროკავშირი და უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას რუსულად აღიარებდა, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. 3 საუკუნის წინ ჩრდილოეთის ომში გამარჯვებულმა რუსეთმა შედევს ფული გადაუხადა, რათა ბალტიის ზღვის სანაპირო, სადაც შემდეგ სანქტ-პეტერბურგი აშენდა რუსეთის ტერიტორიად ეღიარებინათ სამშვიდობო დოკუმენტში. ამ თემაზე ორბანმაც იხუმრა. არსებობს დიდი ევროპული ტრადიციები, მაგალითად რუსეთზე თავდასხმა. ნაპოლეონი თავს დაესხა რუსეთს, ხომ ასეა? ისევე როგორც ჰიტლერი. მათ არაფერი გამოუვიდათ, მაგრამ კაია კალასი რა თქმა უნდა შეძლებს. ვიქტორ ორბანზე უარესი, ასე ხუმრობს საკუთარ
თავზე ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი. სწორედ მან არ მისცა ევროკომისიას იმის უფლება, რომ რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინისთვის გადაეცათ, რაც ევროკრატიის სურვილი იყო. ბელგიურ დეპოზიტარიუმ ევროკლირში რუსული აქტივების დიდი ნაწილი ინახება. ამიტომაც ბელგიის პრემიერი ყურადღების ცენტრშია. მას არ სურს რისკის საკუთარ თავზე აღება და ევრობიუროკრატებს გარანტიებს თხოვს. დამაკმაყოფილებელ გარანტიებს ის ვერ იღებს, ამიტომაც ბოლომდე ეწინააღმდეგება რუსული აქტივების გამოყენება სარეპარაციო სესხისთვის. ეს საკვანძო მომენტია, რადგანაც რისკები ნამდვილად მნიშვნელოვანია. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ცოტა ხნის წინ რუსულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა 195 მილიარდ ევროზე ევროკლირის წინააღმდეგ. ევროკლირის აქტივების კონფისკაციას რუსეთში თოვლის გუნდის ეფექტი ექნება, რომლის შედეგადაც ევროკლირი ვეღარ შეძლებს საკუთარი კლიენტების მოლოდინების დაკმაყოფილებას. კომპანიის სტაბილურობა კი საფრთხის ქვეშ დადგება. ბელგიაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინფრასტრუქტურა, ევროკლირის სახით ჩამოშლის რისკის წინაშე აღმოჩნდება და ბუნებრივია, რომ ქვეყნის ლიდერს ეს ძალიან აღელვებს. იმდენად, რომ ცოტა ხნის წინ ამაზე ბევრად კატეგორიული განცხადება გააკეთა უკრაინის და რუსეთის მიმართ, რასაც დიდი რეზონანსი მოყვა. ამ დარბაზში ვისჯერა, რომ რუსეთი ამ ომს წააგებს. ეს შეუძლებელია. ადრე თუ გვიან ეს ომი დამთავრდება, მაგრამ რუსეთი ამ ომს არასდროს არ წააგებს. არც არის სასურველი, რომ ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანამ ომი წააგოს და არასტაბილური გახდეს. ეს ჩვენს ინტერესებში არაა. ასე რომ ეს ილუზიაა, რომ ოდესღაც ჩვენ მივიღებთ გაყინულ აქტივებს, იმიტომ რომ რუსეთი ომს წააგებს და იძულებული იქნება ეს დათმოს. ეს სრული ილუზია. ეს იგავია, რასაც ჩვენ ყვებით და ვცდილობთ მის დაჯერებას. ბარტ დე ვევერმა გაჯიუტებულ ევრობიუროკრატებს ცივი შხაპი გადაასხა. მისი ასეთი მკვეთრი განცხადებები და შესაბამისი პოზიცია იმითაა განპირობებული, რომ მას არ სურს მისი ქვეყანა სამომავლო დიდ პრობლემებში გაეხვას. ლიბერალურ ევროპაში საკუთრების უფლება ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტია. კონფისკაცია, ექსპროპრიაცია, რეპარაციული სესხი, რუსეთის აქტივების ჩამორთმევა. როგორც არ უნდა დაარქვათ, შინაარსი მაინც იმაში მდგომარეობს, რომ საკუთრების უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რაც ევროკავშირისთვის შეიძლება ფეხში გასროლა აღმოჩნდეს. ევროცენტრისტულმა გამოცემა პოლიტიკომ შემდეგი სათაურის მქონე სტატია გამოაქვეყნა. როგორ დაამარცხა ბარტ დე ვევერმა ევროპული მანქანა. სტატიაში აღნიშნულია, რომ 16 საათიანი მარათონული მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირი კი შეთანხმდა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხებაზე, მაგრამ აქ ევროპულ ერთობაში გაჩენილი ბზარი არ ჩანს. ბარტ დე ვევერის აგრესიული პოზიცია, როგორც ანტისისტემური ლიდერის კიდევ ერთ გამარჯვებადაა მიჩნეული. ოქტომბერში საკუთარი შეუვალობით დე ვევერი უპრეცედენტო პოპულარობით დაჯილდოვდა ქვეყნის მასშტაბით. წნეხის მიუხედავად უარის თქმით, მან საკუთარი პოპულარობა კიდევ უფრო გაიმყარა. მიმდინარე თვეში გერმანიის კანცლერმა მერცმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა დე ვევერს ბრიუსელში მიღება მოუწყვეს და ყველა ძალისხმევა იხმარეს ის, რომ გადაერწმუნებინათ და დაეთანხმებინათ გაყინული აქტივების გამოყენების გეგმაზე. ორმა გერმანელმა თაფლაკვერის გამოყენებით წარმატებას ვერ მიაღწია. მაშინ ზოგიერთმა დიპლომატმა მათრახის გამოყენება გადაწყვიტა. გასულ კვირას ევროკავშირის დიპლომატებმა ბელგიას შესთავაზეს, რომ თუ ის დათმობაზე არ წავიდოდა და გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას არ დათანხმდებოდა, მაშინ მას ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ჩახსნიდნენ. მაგრამ დიპ სტეითის მიერ მართული ევრობიუროკრატია ვერც დაშინებით გახდა ვერაფერს ბელგიის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. რუსული აქტივების თემამ ევროკავშირის შიგნით არსებული უსამართლობა და მუქარისენა კიდევ ერთხელ გამოიტანა სააშკარაოზე. ანუ ბელგიას აშინებდნენ, რომ უნგრეთის მსგავსად გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მიღმა დატოვებდნენ, თუ ის ბრიუსელის შანტაჟს არ დათანხმდებოდა. მაგრამ ბელგიის პრემიერმა პრინციპულობა გამოიჩინა და ბრიუსელთან დაპირისპირება მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში ჩატარებული სამიტის დროს რუსული აქტივების კონფისკაციის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს იტალიამ, მალტამ და ბულგარეთმაც, რითაც ბელგიის პრემიერ-მინისტრს გაუმყარეს პოზიციები. ამის გარდა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც განაცხადა რამდენიმე დღის წინ, რომ რუსული აქტივების ძარცვას მძიმე შედეგები ექნება. ქურდობა საკუთრების ჩუმი მითვისებაა. ჩვენ შემთხვევაში ამის გაკეთებას ღიად ცდილობენ, რასაც ძარცვა ეწოდება. მაგრამ რატომ არ გამოსდით ეს ძარცვა გლეჯა? იმიტომ რომ ძარცველებისთვის მძიმე შედეგი დადგება. ამის გაკეთება ძნელი იქნება. 18 დეკემბერს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ევროპულ ბანკებს აზღვევინებს მისი აქტივების დაბლოკვის შედეგად მიღებულ ზარალს. დასავლური კომპანიების აქტივები რუსეთში მიახლოებით 127 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ თანხის დიდი ნაწილი ბანკებზე და ფინანსურ კომპანიებზე მოდის. სიის სათავეში ავსტრიული რაიფაიზენ ბანკი. ავსტრიის კანცლერი, როგორც ჩანს, ამ სიახლე მაანერვიულა.
თუ ჩვენ გაყინული აქტივების გამოყენება გვსურს, უკრაინის დაფინანსების გასაგრძელებლად და რუსეთზე ზეგავლენის მოსახდენად, ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად არასახარბიელო მდგომარეობაში ჩავაყენოთ რაიფაიზენბანკი. ბლუმბერგი აღნიშნავს, რომ რუსული აქტივების მიტაცება ის ტესტი იყო, რაც ევროკავშირმა ჩააფლავა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის და გერმანიის კანცლერის განზრახვა ბელგიის წინააღმდეგობის დაძლევა იყო, რაც მათ არ გამოუვიდათ. New York Times-ი ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეს უწუნებს. კვირები, რომლებიც ჩავარდნილი გეგმის გარშემო კამათზე დაიხარჯა, მსოფლიოს იმას აჩვენებს, რომ ევროკავშირის ტლანქი სტრუქტურა და მის წარმომადგენლებს შორის არსებული უთანხმოება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების გზაზე მთავარი დაბრკოლებაა კრიტიკულ სიტუაციებშიც კი. ასევე ბევრი იწერება ბელგიის პრემიერ-მინისტრზე. იქნება თუ არა ბარდ დე ვევერი ახალი ორბანი, ამას დრო გვიჩვენებს. იქამდე კი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჩვეულ ამპლუაში აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკურ ცენტრს. Brussels is a symbol of a political danger. ბრიუსელი ჩვენნაირი ქვეყნისთვის, ცენტრალური ევროპის ქვეყნისთვის პოლიტიკური ხიფათის სიმბოლოა. ჩვენ ეს ხიფათი უნდა შევზღუდოთ ამ გაერთიანებას, რომ ვეკუთვნოდეთ. ყველა პოლიტიკური მიმოხილველი თანხმდება, რომ ევროკავშირის კოზინაცარში ჩაუვარდა და სათადარიგო ვარიანტი გამოიყენა ზელენსკი ბრიუსელიდან ხელსარიელი და დაღურემელი რომ არ გაეშვა. They definitely wanted the money. უკრაინელებს ნამდვილად სჭირდებოდათ ფული. და სწორედ ამიტომ ცდილობს ამ სამიტის ბოლოს ბევრი ლიდერი ამის გამარჯვებად წარმოჩენას. უკეთ აღსაწერად ეს გახლავთ გეგმა B, მეორე ვარიანტი, რომელიც მაგიდაზე იყო განსახილველად. ეს არის ევროკავშირის ძალაუფლების გამოყენება კოლექტიური ვალის მოსაზიდად, რათა უკრაინა დაფინანსდეს. ახლა ჩვენ ვიცით, 2 წლის განმავლობაში უკრაინაზე 90 მილიარდი ევრო დაიხარჯება. ევროკომისიის შეფასებით უკრაინას დაახლოებით 135 მილიარდი ევრო სჭირდება. ამიტომ სხვა საერთაშორისო მოთამაშეების შემოსვლაა მოსალოდნელი. ევროკავშირი უკვე მე რამდენად წაბორძიგდა. საკუთარი არარაციონალური პოლიტიკით კიდევ ერთი წევრი სახელმწიფო და მისი ლიდერი გადაიკიდა ბელგიის პრემიერ-მინისტრის სახით. უკრაინას ცეცხლი გაუფორმა, რაც დიდი ალბათობით ისევ ევროპელების გადასახდელი იქნება. ვაშინგტონიდან დაწყებული პეკინით დამთავრებული ბევრს ეცინება ევროკრატიის აგონიაზე. შანსები, რომ მათ მოლაპარაკების მაგიდაზე ვინმე მიიპატეჟებს, სულ უფრო მცირდება. ევროკავშირის ლიდერების სამიტმა აჩვენა, რომ ევროკავშირში პოზიციები გაყოფილია. ბელგიის წინააღმდეგობის პარალელურად ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინისთვის სესხის გადაცემის გეგმაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამას დავუმატოთ ისიც, რომ შტატების პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ევროკრატების გვერდის ავლით აწარმოებენ მოლაპარაკებებს რუსეთთან და დავინახავთ, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შედის. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.